უდიდესი პიროვნება წავიდა პატრიარქის სახით, რომელმაც მართლა ძალიან დიდებული ეპოქა შექმნა თითქმის ნახევარსაუკუნოვანი და მთელი საქართველოს მისი სულიერი შვილები ვართ. როგორც შვილს მეც ერთ-ერთ რიგი წარმომადგენელს მისი მრავალრიცხოვანი რევლისა, რა თქმა უნდა, მაქვს თამაში ალბათ თანაზე არ ვიქნები მთელი საქართველოსი, განცდა იმისა, რომ ოჯახის წევრი დავკარგეთ და დავკარგეთ მართლაც წინამძღოლი, დავკარგეთ სულიერი მამა და აი ამ დიდ ტკივილთან ერთად იმედის სხივი ისევ პატრიარქიდან მომდინარეობს, მისი ქადაგებებიდან, მისი მართლაც ფასდაუხებელი მნიშვნელობის ეპისტოლეებიდან თუ საჯარო გამოსვლებიდან მხოლოდ ერთი რამ გამორჩეოდა. ერთიანობის შინაგანი წადილი და სიყვარული. სიყვარული, რომელიც იყო ტოტალური, რომელიც მოიცავდა ყველას და ყველაფერს. და თუ რაიმე არის ნიშანსვეტი და თუ რაიმე არის მაგალითი იმისა, თუ ხვალდაზე რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა საზოგადოებამ, აი ეს ყველაფერი არის წარმოჩენილი პატრიარქის მოღვაწეობაში, მის ცხოვრების წესში და იმ მართლაც უმნიშვნელოვანეს მემკვიდრეობაში, რომელიც მან დატოვა. და კიდევ არ შეიძლება იმეც არ გაძლევდეს დღევანდელ ტრაგიკულ და ძალიან მტკივნეულ დღეს ის, რომ მართლაც ზღვა ხალხისა არ ილევა და ეს არის ცხადი დასტური იმისა, თუ რა შექმნა და რა არის შედეგი მოღვაწეობისა ჩვენი პატრიარქის. ღმერთმა დაუმკვიდროს მას ასწავლელი. იშვიათად ერუდირებული, ფართო ინტერესების მქონე, უზადო ესთეტიკური გემოვნების და მართლაც ფართო ინტელექტუალური ჰორიზონტით გამორჩეული. ამ მხრივ ის თავად თითქოს და განასახიერებდა იმ თავარ და ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც აქვს ქრისტიანობას და უშუალო ურთიერთობაში იყო საოცრად თავმდაბალი, უბრალო და აი ამ ეს უბრალოება თავის მხრივ იყო არნახულად მომხიბვლელი. გარდა ამისა, ჩემთვის ყოველთვის იყო განსასწრებელი ის, თუ როგორ ახერხებდა, რომ ამდენი ადამიანისთვის მოეცალა და ყველას მართლა ჩვენი პატრიარქი ყავდა. თითქოს და მან ყველას პირადი ახლა ტკივილი, ძირითადად ტკივილის გასაზიარებლად მიდიოდა იქ ხალხი, ხო? საოცარი სიტყვები დაგვიტოვა, როცა აღარ ვიქნები და გაგიჭირდებათ და რაიმე გაგიჭირდებათ, მომართეთ და შეგისრულებთ. ანუ წასვლის შემდგომაც ეს იმედი დატოვა მან. გარდა ამისა, საოცრად უყვარდა ბავშვები. ისე ეფერებოდა ყველას განურჩეულად. არ დამავიწყდება ჩემი გოგონები ერთხელ როდესაც მქონდა იმის საშუალება, რომ წირვაზე ყოფილიყავი და მასთან და როცა დავოცა და პატარა იყო მაშინ ჩემი ლიზა, ჩემი მეორე გოგონა, წლინახევრის იყო. და ეთყობა მხალხვრალობიდან რაღაცა ვერ იგზნო თავი კომფორტულად ლიზამ და ცნებლები წამოვიდა. არ დამავიწყდება რა სიტყვები დაამშვიდა. შეხომე მიცნობ უთხრა. როგორ მიიხუტა და ბავშვი წყვეცით ყველაზე ზუსტი, ალბათ ლაკმუსის ქაღალდივით არის, აი ის თუ ბავშვთან ურთიერთობაში როგორი ესა თუ ის პიროვნება და როგორ უყვარდა ბავშვები და რამდენად ამაღელვებელი იყო, როდესაც აი ეს 50,000-იანი ლაშქრიდან, რომელიც მან მისი ბრძოლი გადაწყვეტილებით შექმნა გულისხმობ პატრიარქის ნათლულებს ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვი რომ მან მოლათლა და მართლა ჯარი რო იყო ამ ნათლულებისა თეთრი ვარდებით ეს იყო ისეთი ამაღელვებელი. რატო? იმიტომ რომ რასაც პატრიარქი მთელი ცხოვრება თესავდა, რისი წადილიც ჰქონდა და მართლაც აი დადნა აი ამ ყველაფრისთვის პირდაპირ და გადატანილი მნიშვნელობით ბოლომდე იწოდა როგორც სანთელი, რომ ყოფილიყო ერთიანობა და მთავარი აი ეს სიყვარული და რწმენა ოჯახებში თაობებს შორის არსებულიყო და გადაცემოდა მომავალ თაობას. აი ეს მოხერხდა, ეს თავად ნახა მან და თავისი წასვლითაც მოგვცა ჩვენ ძალიან დიდი მაგალითი ერთიანობისა და სიყვარულის.